ჩემს უკან ხედავთ 23 საჯარო სკოლა, საიდანაც 1300-ზე მეტი მოსწავლე გამოხრილი ყავთ, რადგან მე-3 წელია სკოლის რემონტს ვერ ამთავრებენ. 1300-ზე მეტი მოსწავლე, რომელიც წესთ ახლა აქ უნდა სწავლობდეს, თბილისის სხვადასხვა სკოლაში ყავთ შეხიზნული. 2023 წელს ბავშვებს სკოლა დააცნებინეს იმ პირობით, რომ 2025 წლის ბოლოს სკოლა დასრულებული იქნებოდა. თუმცა გავიდა 2024, გავიდა 2025, დადგა 2026 წელი და თქვენც ხედავთ, რომ სკოლის დასრულება ახლოსაც არაა. ფაქტობრივად რამდენიმე კლასმა შენობის გარეშე დაამთავრა სწავლა და ახლაც არ ვიცით რამდენს მოუწევს იგივე. როგორც ხედავთ, შენობის რესტავრაცია ჯერ კიდევ არ სრულდება. და 23 სკოლა არ არის გამონაკლისი. ქვეყნის მასშტაბით 150-დან 200-მდე სკოლაა, სადაც სწავლა ვერ მიმდინარეობს, იმიტომ რომ რეჟიმი რემონტს ვერ ამთავრებს. ხოლო თბილისში 20,000-მდე მოსწავლეა სკოლის შენობის გარეშე დარჩენილი. მათი უმეტესობა ხვის სკოლაში მეორე წლაშია შეხიზნული. ნაწილს კი ონლაინ სწავლება უტარდება, რაც ნიშნავს, რომ სამწუხაროდ ჩვენ მათ განათლებას ვერ ვაძლევთ. ასეა მაგალითად თბილისის ნომერ 4 საჯარო სკოლა, რომლის შენობა წლებია ვერ სრულდება. ასეა 157 სკოლა ვაზისუბანში, ასეა ნომერ 10 საჯარო სკოლა, სადაც რემონტი 7 წელზე მეტი ხანია მიმდინარეობს და მოსწავლეები იქ სირიცხებიან, შენობა არც კი უნახავთ. და ასეა მრავალი სხვა სკოლა საქართველოს სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში, სადაც ოცნების კორუმპირებული чиновникების გამო ბავშვები განათლებას ვერ იღებენ. და იცით როგორც ის ამ ამბავს რეჟიმის განათლების მინისტრი? თუ გნებავთ სკოლებთან დაკავშირებულ საკითხს, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვხვდა წილად. მძიმე მემკვიდრეობასთან გამკლავება ქართულ ხალხს ნამდვილად მოგვიწევს, როცა სკოლის ქურდებს ძალაუფლებას ჩამოვაშორებთ. რადგან ყოველი დღე, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში რჩება, ქართველ მოსწავლეებს ერთმანეთ განათლების და საბოლოო ჯამში წარმატების შანსი. შემოგვიერთდით ფედერალისტებს, რომ ერთად გადავარჩინოთ მომავალი თაობების განათლება.